ეს არის ქისტების ისტორიაში პირველი შემთხვევა, რომ პანკისში ქალი დაინიშნა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლად. თითქოს და ჩვენი ადაწესებიდან გამომდინარე ქალს არ შეეძლო ამ თანამდებობაზე გასვლა. მე ვერ წარმომიდგენია ჩვეულებრივი საჯარო მოხელე, თვითმმართველობის საჯარო მოხელედ რატომ არ შემეძლო მე რომ გავსულიყავი და მემუშავა ამ თანამდებობაზე. მე ვარ ნამდვილად ქმეტუნარიანი, მე შემიძლია რომ ვიბრძოლო, არც ერთს არ ჩამოვარდები და ვფიქრობ რომ მართლა გავამართლებ, უნდა მოვახერხოთ, ვეცდები მოვახერხო, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი ჩავერთოთ, მეტ ქალს მიეცეს საშუალება, რომ პოლიტიკური საქმიანობას გაუძღვეს. როგორც მუსლიმანი კაცი, როგორც იმამი, ქალი უნდა ისდეს ოჯახში. ოჯახს უნდა მიხედოს, მაგრამ სხვა თუ გამოსავალი არ არის, ნიშნობა რა, ქალი იქნება თუ კაცი იქნება, როგორც წეგან ვთქვი, ოღონდ ეს მოდეს თავის სამუშაოსი. ეს პირველი შემთხვევაა, რომ ეს ქალი ესეთ საჯარო სამსახურში ესეთ თანამდებობაზე დაინაშნა და კარგია ეს პრეცედენტი რომ მოხდა და ეს უფრო ძალიან კარგია, რომ ქალებს აქვთ თავიანთი შესაძლებლობების გამომჟღავნების საშუალება და რაც უფრო მეტი იქნება ესეთი შემთხვევები, უფრო კარგი იქნება.